დაბრუნდება თუ არა ის შენ ცხოვრებაში. მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, დღეს ვკითხოთ, ხო? ვიცი რომ ბევრი ელოდება, შეიძლება ფიქრობ ზოგი არ ელოდება საერთოდ, მაგრამ მაინც თუ ეს კითხვა შეიძლება გებადებათ და რადგან გებადებათ, ესე იგი ჩვენ ვკითხოთ, ხო? ცოტა აქეთ მოვწევ მაგედას. ვნახოთ ეხლა ჩვენ აქ გვაქვს ჩვენ ამ არხზე მინი გაშლები, ვისაც გიყვართ გრძელი გაშლები, ისეთ რომ მეორე არხზე გვაქვს ჩვენ ეგა, ხო? ამიტომ ვნახოთ ეხლა ჩვენ დაბრუნდება თუ არა ის შენს ცხოვრებაში. ვკითხოთ ეხლა მისი გრძნობები ეხლა შენს მიმართ, აი რეალურად რას გრძნობს. მისი ძრახვები ვნახოთ ეხლა. ფიქრობს თუ არა საერთოდ დაბრუნებაზე, ან საერთოდ აქვს თუ არა სურვილი ამისი, ეგაც ვკითხოთ. დაბრკოლებები რა უშლის ხელს ახლა თქვენს გაერთიანებას. ვნახოთ სავარაუდოდ, ანუ პერსპექტივები როგორ აქვს ახლა ამ სიტუაციას, ხო? და რჩევა, ანუ როგორ ჯობია რომ იმოქმედოთ, ანუ დაელოდოთ თუ უკვე უნდა გაუშვოთ, აი ეს ვნახოთ. კი ბატონო, კი ბატონო. ნუ ეხლა აქ არის როგორი მომენტი, ნახეთ ბოლოსში მაჩვენებენ რომ პრინციპში დიდი ხანია შეიძლება ეს ადამიანი იყო თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. აქ არის როგორი სიტუაცია კიდე, იცით რას მაჩვენებენ? შეიძლება მომენტ აქ იყოს ზოგისთვის იქნება ესეთი ინფორმაცია, ნახეთ ეხლა კი არის 6-იანი თასების, მაგრამ აქ ნახეთ როგორი სიტუაცია. ანუ ისეთი კი სიამოვნებდათ დაუშვათ მისი თქვენთან ყოფნა, მაგრამ უფრო თითქოს აი ეს როგორი სიტუაცია, იცი რა, აი მენანება თქვათ რომ მივატოვო, ხო, მაგრამ უკვე მისი თქვათ ну თრევაძნელია რა მოდით ასე რომ ვთქვათ რა, აი ეგეთი რაღაც მომენტი არის აქ. ამ დროს ვერ გეტყვით რომ ახლა ცუდი რა თქვათ იყო თქვენ შორის აქ რამე ურთიერთობა, ვერ ვეტყვი მაგას. ну კაი, ნახოთ ახლა ჩვენ, იმიტომ რომ აქ ცოტა სხვანაირი ეს 6-იანი თასების, იმიტომ რომ შეიძლება სხვათა შორის კიდე როგორი სიტუაცია არის, რომ მართლა დიდი ხნის ურთიერთობა იყო, პრინციპში ცუდათაც არ იყავით თქვენ და даже ვეტყოდი იმას, რომ ეს ადამიანი რო იყო თქვენ ცხოვრებაში, მაგან თქვენ დაგეხმარათ რაღაცა განკურნებაშიც. შეიძლება კი არა, აქ რაღაც გაკვეთილები უეჭველე თქვენ გამოვლილი გაქვთ ყველა ვარიანტში და ბევრი ემოციები გქონდათ, მაგრამ აი საბოლოოდ თითქოს даже არ გამეკვირდება რომ ვიღაცა ისე წავიდა, რომ შეიძლება თქვენ მიტოვებულადად გრძნობს თავს, თქვათ, ხო? ან ისე რომ გაუგებრათ რა, რატომ ასე მომექცა, დაუშვათ, ხო? ну ვნახოთ მისი გრძნობები ეხლა რეალურად. ну არის იმპერატორის ენერგიაში, თან აქ ნახათ როგორი იმპერატორი, ну შეიძლება ფიქრობს როგორი იმპერატორი არის საერთოდ მესაკუთრე, შეიძლება ფიქრობს რომ ეს არის ჩემი იმპერატორის გრძნობა არის ისე საერთოდ მყარი. ну ჩვენ მოდით აბა ვკითხოთ მაინც აქ რას გულისხმობს ახლა ეს იმპერატორი, ხო? ანუ რეალურად ახლა შეიძლება ფიქრობს რომ თუ დაუშვდეს არის თქვენი ქმარი, აქ არ გამიკვირდება დაუშვთ იმის მიუხედავად რომ შეიძლება თქვათ ახლა პაუზა გაქვთ თქვენ ამ წუთში, ну მაინც ეს ფიქრობს რომ ეს ჩემი, რომ მაგ გრძნობაზე იმპერატორი იცით როგორ არის, რაღაცის მოლოდინში არის. ეს ადამიანი ახლა აი არა, აქ არის აქ უფრო მიყვება ეთყობა რაღაცა გრძნობაზე ვიკითხები და ეს მიყვება იმაზე, რომ ნამდვილად თუ რამე მახსოვს, კარგი, მაგრამ აქ მაგრამ თვითონ თავის თავს აბრალებს, შეიძლება თვითონ მოიქცა რაღაც არასწორად. მაგრამ მე გრძნობა მაინტერესებს, გრძნობა. არ ვიციო. აქ უძლიერესი სურვილი, აქ სექსუალური.
უძლიერესი სექსუალური აი ეხლა მაგას იცით რა გრძნობას აჩვენებს რომ ანუ ჩემი ქალია რა და დაუშვით ეხლა თქვენ თუ სექსუალურად კარგად იყავით ხო ერთმანეთთან აი ეს არის ძალიან უდიდესი სურვილი აქვს ამას რა თქვენს მიმართ იმიტომ რომ ამ დროს ეს როგორ არის კი ჩემია კი იძახის მაგრამ აქ თასები არ გამოდის იცით მაინც მინდა რომ ვკითხოთ იქნება სხვა დასთამაჩვენ და მან არა ამიღო მაინც მინდა რომ გრძნობა რაღაც კონდეს ადამიანს მეჯავრები ძულ ხარ არა აქ გაბუტულია ეს ადამიანი რა აქ როგორი მომენტი არის იცით იმპერატორს რო აჩვენებს ეს ადამიანი ანუ ჯიუტი არის და იმის მიუხედა ეს ელოდება რას იცით აი თქვენ რა როგორც გამოხატავთ თქვათ გაიბუტა რა არ მაჩვენეს, აი პროსტო არ მაჩვენეთ თქვენ როგორც გამოხატავთ, თქვენ ხო ზიხარ თქვათ ელოდებით, აქ ორივენი შეიძლება რაღაც ელოდებიან ერთმანეთისგან მოქმედებას, მაგრამ არც ერთი მხარე არ მოქმედებს, არც მეორე მხარე არ მოქმედებს და ამიტომ თითქოს ეხლა გრძნობას იმენა კეტავს, არა, ეწინააღმდეგება, მოდით ასე ვთქვათ, ეწინააღმდეგება თავის გრძნობას, ეწინააღმდეგება და არა, აქ დასრულდა რაღაცა სიტუაცია რა. შეიძლება ფიქრობს, რომ უკვე, ანუ აქ მაქსიმალურად ადამიანი ცდილობს, რომ ეს გრძნობა დაჟე თუ რამე დარჩა მაგის გულში ამოაგდოს. ნუ ნახოთ ახლა ჩვენ ახლა შემდეგი კითხვა ჩვენ მისი ძრახვები. არა, აქ ვერ ვეტყვი მე, რომ ეს ადამიანი ფიქრობს დაბრუნებას, გოგოებო, აქ არა. აქ რაღაცა გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ წავიდა, იმიტომ რომ თქვენ აი ისევ მაჩვენებს ეს ადამიანი არის ცოტა როგორი პოზიციის, იცით, თქვენ დაასრულეთ ამბობს ეს ადამიანი, კი? და ამიტომ მაგან ასე ნუ მივიღე მისი გადაწყვეტილება. სხვათა შორის აქ შემიძლია გითხრათ, რომ შეიძლება რაღაცა კონტრაქტი, რომელიც ქონდა სულებს, ნუ ახლა ვინც უყურებთ ჩემ ის დიდ არხს, იცით თქვენ, რომ აქ დასრულდა რაღაცა მომენტი, დასრულდა ხანძლები ურთიერთობა, იყო ძალიან კარგი, მაგრამ აქ დასრულება. და თქვენ ახლა აი აქ თქვენს შორის ნახეთ აბა კარტი როგორ ლაპარაკობს, ნახეთ, ანუ ხმალების მეფე, ხმალების დედოფალი და იუსტიცია კონტრაქტი დასრულდა. აქ შეიძლება აქ უკვე დაბრუნებაზე მე ვეჭვებ ძალიან. რა უშლის ხელს და აი ზუსტად ის უშლის ხელს, რომ თქვენ არც ერთმა არ გამოაჩინეთ თქვენი თავი. ეს კიდე ეს ურთიერთობა შეიძლება იყო ფარული და ამიტომ უშლის ხელს ზუსტად ეს მომენტი, რომ ინფორმაცია ერთმანეთზე არიცით, ანუ აქ ორი ადამიანი, რომელიც არც ერთმა არაფერი არ გააკეთა. და პლუს კიდე რა უშლის ხელს, მე გითხარით რა, აქ უეჭველი არის ეს მომენტი, როცა დასრულდა 100%-იანი დასრულდა კონტრაქტი აქ სულების. აქ უკვე всё ვერაფერი ვერ ასე არის გადაწყვეტილება მიღებული ზემოდან. ნუ ნახოთ პერსპექტივა ახლა პრინციპში, პერსპექტივაში რა გითხრათ. იცით როგორი ადამიანი, აქ ეკრება მაჩვენა ხო თავი როგორც გითხარით, ახლა იმპერატორი არის როგორ იცით, ანუ აქეთ უნდა ემსახურო, აქეთ უნდა გამოუცხადო თქვა სიყვარული, აქეთ უნდა უთხრა რომ იცი რა არის, აი თქვენმა უდიდებულესებმა ხომ არ მომწერდა, აი თქვენ ხომ არ მობრძანდებოდით ჩემ ცხოვრებაში, ხო არ დაბრუნდებოდით თქვენ ჩემ ცხოვრებაში, ეგეთი რა მე უნდა ვუყვარდე. აქ ეგეთი მომენტი არის ჩემო სიხარულებო. ნუ მოდით ახლა თქვენ როგორ უნდა იმოქმედოთ, როგორ ჯობია. იყავით, ანუ არა აქ ახლა ნუ განდეგელი ახლა რა მოქმედება, არა, იყავით თქვენთვის არანაირი ქმედება არ არის საჭირო, უბრალოდ გაანალიზეთ ეს სიტუაცია, მიიღეთ ამ გაკვეთილიდან ყველაფერი კარგი, ყოველთვის ახლა უნდა თქვა, აი რისთვის იყო ეს ადამიანი ჩემ ცხოვრებაში, რაში მოიტანა ამ ადამიანმა კარგი ჩემ ცხოვრებაში, ხო? რითი შემცვალა, ხო? ანუ იმიტომ რომ აქ ახლა ძალიან დიდ ტრანსფორმაციას გაივლიდეთ თქვენ უეჭველი, მაგრამ აქ პრინციპში შეიძლება даже, ანუ სხვა ურთიერთობა შემოვიდეს თქვენ ცხოვრებაში.
აქ დასრულდა. Ну, ეს იქნება იმათ თქვენ ახლა იგრძნობთ თქვენ თვითონ რომ დასასრული არის ამ ურთიერთობის, იმიტომ რომ აქ უეჭველი კი ეს ადამიანი შეიძლება даже თვლიდეს რომ ჩემია, იმიტომ რომ აქ ესეთი კარტები მაჩვენა ხო გრძნობაზე, რომ თვითონაც არის როგორ იცით, ანუ სექსუალური ინტერესი ძალიან დიდი დარჩა, ხო? მაგრამ აი სხვა რამეში უკვე თითქოს ვერ გეტყვით რა. ვერ გეტყვით რომ აქ იქნება რამე თქვათ, ну, გაგრძელება თუნდაც ახლა ამ ეტაპზე. სექსუალური ენერგია არის უძლიერესი. აი როგორც სექსუალური პარტნიორი ძალიან თქვენ მაგას ახლა მოსწონხარ და აინტერესებთ, მაგრამ სხვა რამეში არა. იმიტომ რომ თქვენ რაც უნდა აგեղოთ ამ ურთიერთობიდან პრინციპში უკვე აიღეთ და უბრალოდ ანალიზი გააკეთეთ და ის რა ქვია, ну, თუ პაუზა იქნება, აქ იქნება ძალიან ხანძლივი პაუზა. დაუშვოთ, მე ახლა საჯარო გაშლა არის და ამიტომ ახლა მე ვერ ვეტყვი რომ არც ერთისთვის არ დაბრუნდება. ზოგისთვის იქნება ის, რომ დიდი ხნის პაუზა არის აქ. დიდი ხნის, მოდით ასე რომ ვთქვათ, ახლა რა თქმა უნდა, როცა ეს პირადი გაშლა, იქ ჩვენ უხად ცოტა სხვანაირად გავხსნით იქით. Всё, ამათ ჩემო სიხარულება, აქ ჩვენ მოკლე გაშლები გვაქვს და მე მგონი ინფორმაცია ისეთ ასე მოგაწოდეთ, გელოდებით კომენტარებში, გამოიწერეთ გვერდი, რომ გქონდეთ ყოველდღე ახალი გაშლებით იმ თემებზე, რა თემებიც თქვენ გაინტერესებთ.